აი ხვალ ეს კაცი რო ადგეს და აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა აღიაროს. აი რა ნამუსით უნდა ვთქვათ მე ჩვენ რომ ეს რატო გააკეთავ. ბიჭო, კაცად არა, აი ელემენტარულად აი სლავებთან რო დაჯდები სუფრაზე, პირველ რიგში რუსიც, ბელორუსიც გეკითხება, ты уважаешь меня? Если уважаешь, მერე იწყება ყველაფერი. და შენ თუ პატივს არ აცემ ამ კაცს, მერე რატო გინდა იმან რომ პატივი ქცე შენ? მერე ვიღაცა გამოხტება და იტყვის რატო აღიარა ბელორუსმა აფხაზეთი და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ბიჭო, კაცად არაფრად არ აგდებ, ლაფსხამსხამ დიქტატორად მოიხსენიებ, აგინებ, ზოგიერთი ტვინგაყინული გამოხტება და ბელორუსიაში გინდა ისა რა ქვია, ბელორუსიას დაემსგავსა საქართველო. მე აუცილებლად ჩავალ ბელორუსში, ჩვენ გეგმავთ ამას და განახებთ იქ ცხოვრების წე. ნეტა ბელორუსს დაემსგავსებოდეს საქართველო და ამას დიდი ბედნიერება რა იქნება. 20-30,000 კაციანი საწარმოები მუშაობ, გუგუნებს საწარმო. იქ უმუშევარ კაც ვერ დაინახავ. ნეტა ბელორუსი იყო საქართველო. და ეხლა დღეს ხვალ და ზე კიდე რაღაცა გვაქვს რომ სიტუაცია გამოვასწოროთ. და ხა ერთი კვირის მერე გინდა ყოფილა გინდა არა. მიულოცეთ ამ კაც გამარჯვება, მიულოცეთ. იმიტომ რომ ეს ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არის პირველ რიგში. და ეხლა ეს კაცი, ეს ნაძირლები, დასავლეთის აგენტურა, რომლებიც საქართველოსთან იმართება, თვითონ ეს დასავლეთი. აი რა სიძახის აგერ ხელისუფლებაზე. ამას უწევთ ანგარიშ ამ არარაობებს? აი ამას უწევთ ანგარიშ. გაუქმების შესახებ, თუმცა ამბობს რომ ეს არ არის პირველი უბრალოდ უკანასკნელი ნაბიჯი და მნიშვნელოვანია რეჟიმის სანქცირება ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამძლეობით და ბრძოლით ევროპული მომავლისთვის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ხედავთ მათ ყოველ ღამე რუსთაველის ქუჩაზე, როგორ ითხოვენ უკეთეს მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის. ვდგევართ ქართველი ხალხის გვერდით, ასევე ვგმობთ დაშინებას, ძალადობას. შოკირებული ვართ ნაცემი ხალხით, მათ შორის მედია წარმომადგენლებზე ძალადობით და ადამიანებზე ნიღბიანების ძალადობით. შოკირებული ვართ ორი თვე ქუჩებში ძალადობით. საქართველოს უკუსლოს ვხედავთ და არ შეიძლება ეს ჩვენი რეაქციის გარეშე დარჩეს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. ისინი, ვინც წარმოადგენენ ხელისუფლებას, მოუწევთ ვიზის შევსება, თუ უნდათ მოგზაურობა ევროპაში. ჩვენი მიზანი არაა ქართველი ხალხის დაზიანება, ვინც იცავს საქართველოს მომავალს, არამედ მათი დასჯა, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, ძალადობაზე, დაშინებაზე. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ წევრ სახელმწიფოებს სანქციების წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, დაშინებაზე და მიმდინარე დარღვევებზე კანონების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალის დისკრიმინაციული გამოყენება, გვაქვს სასამართლო სისტემის ნდობის ეროზია. შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა წინაპატიმრობაში იმყოფება კრიმინალური ბრალდებით. შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ბრალს დებენ პოლიციელზე თავდასხმაში. ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზორში სასტიკი ცემა, როცა ქალებს ნიღბიანი კაცები სცემდნენ და არავინ დაუკავებიათ. ეს არის უპრეცედენტო, ამიტომაც წევრ სახელმწიფოებს შორის საუბარი სანქციებზე გაგრძელდება. ეს მოლოდინი რომ სანქციები გაგრძელდება, კაია კალასის განცხადებამაც გააჩინა, როცა მან თქვა რომ ფიქრობენ ევროკავშირში რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. ეს პაվել ჰერჩინსკი, ეს წარმოშობით პოლონელი ადამიანი, რომელიც აი ესეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნის მისამართი ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გმირ პოლიციელს, აჭარის პოლიციის უფროსს. დგებუაძეზე ლაპარაკობს, რომ თურმე ეს სილა, აი რომელიც გააწნეს აი ამ ადამიანს, მე ხა ეს კადრი მინდა შემოგთავაზოთ. ანახეთ. ესე იგი, ამ ქალბატონმა, ეს ქალი როგორ უნდა უწოდო ამას, გამოვიდა აღკვეთი ესე იგი, ხელწერილით გამოუშვეს პოლიციიდან დაკავებული რო იყო და გემრიელად უთავაზა ამ პოლიციის უფროს. და ეს ვაჟბატონი და დღეს მთელი მედიის წარმომადგენლები გაყვიროდნენ, რომ აი რატო არისო ეს დაჭერილი პოლიტპატიმრად საცხადებენ. მე მაინტერესებს, ჰერჩინსკის საამებლად არ უნდა მიულოცოთ გამარჯვება ლუკაშენკოს? ეხლა აქ სოციალურ ქსელს ვადევნებ თვალყურს, YouTube-ში მოდის რაღაც გარკვეული შეტყობინებები, იქნება მიულოცეს და არ ამჟღავნებენო. მეგობრებო, ეხლა მე ამდენ აბავს ავტეხავდი, ეგ რო არ ვიცოდე.
მე ვიცი ეს საიდანაც უნდა ვიცოდე. იმ ქვეყნიდან ვიცი რა ქვეყანაშიც უნდა გაგზავნილი ყოფილიყო ეს შეტყობინება. 100%-ში რო არ ვიყო დარწმუნებული, 1000-ჯერ არ გავიმეორებდი მიულოცეთ მეთქი. არავითარი გასაგებია შეიძლება არ აფიშირებენ, მაგრამ არც მიულოციათ და ამიტომაც მოუწოდებ და იმედი მაქვს რომ გააკეთებენ ამას. და აი ამაზე ჰერჩინსკი ლაპარაკობს, რომ ესე იგი თურმე უკანონო პატიმარია, პოლიტპატიმარია და თურმე აი ეს ადამიანები რუსთაველს რო არბევდნენ, თურმე ეს ხალხი ყოფილა, ესე იგი თურმე ქვეყნის სადარაჯოზე და დემოკრატიის სადარაჯოზე ყოფილი